საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. აღმოსავლეთ კავკასიონზე ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ალპინიადის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ოპერატორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის, საქართველოს მთასწველთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საპატიო სიგელები გადაეცათ. ერთ-ერთ მწვერვალს, რომელიც მდებარეობს კავკასიონზე, სიმაღლის 3700 მეტრი, ეწოდება ჟიული შარტავას სახელი, რომელიც დალაშქრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობამ, თავდაცვის სპეციალურმა რაზმა და მივიღეთ მონაწილეობა ჩვენს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა. მადლობა მინდა უთხრა ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის ჭერქვეშ ტარდება ეს დღევანდელი ღონისძიება, სიმბოლურად რამე თუ ამ შენობაში თავის დროზე იყო მთავარი შტაბ-ბინა ახალგაზრდობისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ჟიული, რომელიც იყო თვითონ ძალიან დიდი გულშემატკივარი სპორტისა, მის ხელში გაიარა არაერთმა მსოფლიო ჩემპიონმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საერთაშორისო ალპინიადის ჩატარებასაც გეგმავთ ჩვენ ამ მარშრუტზე. მე დიდი მადლობა მინდა მოახსენო ბატონ შოთა მირიანაშვილს იმისათვის, რომ მან პრაქტიკულად მოგცა ამის ინიციატივა და ვფიქრობ, რომ ამ გზაზე ივლიან არა მარტო აფხაზი და ქართველები, არამედ ივლიან ახალგაზრდები მთელი მსოფლიო და რამე თუ აიღონ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოიტანოს სამსხურბლოზე შენი სიცოცხლე, რომელიც ყველაზე ძვირფასია, რაც უფალმა არ გუნა ადამიანს და ეს სიცოცხლე ანაცვალო იმას, რასაც მეგობრობა, ურთიერთგატანა, ურთიერთმიტოვება ჰქვია და მას ესწრაფლა ბატონი ჟიული შარტავა. ოლიმპიურ კომიტეტმა ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ ღონისძიებაში და მინდა ყველა ექსპედიციის წევრებს მივესალმო, მადლობა გადაუხადო. დასრულება ძალიან მძიმე სპორტის სახეობა, ამ ახალგაზრდებმა შეძლეს ამ მწვერვალზე ასვლა და სახელის მინიჭება, რომელსაც ერქმევა ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალი. მონაწილეობა მივიღეთ ჟიული შარტავას სახელობის მყინვარწვერის დალაშქვრაში. ეს ექსპედიცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პასუხისმგებლობა იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომ მირიადამის სახელის მწვერვალი დაგვეპყრო. მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ჩანახატების პრეზენტაცია. ერთ-ერთი საინტერესო ვიდეო მასალის ავტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ოპერატორი ენემეო სიდიანია. აი ჩვენ ახლა ვიმყოფებით კავკასიონის ქედზე, მწვერვალზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან გახლავთ 3700 მეტრი. ეს ის მწვერვალია, რომელსაც დღემდე სახელი არ ჰქონდა და დღეს სწორედ აფხაზეთში დაობული გმირის ჟიული შარტავას სახელი უნდა მიენიჭოს. დღეიდან ამ მწვერვალს დაერქმევა ჟიული შარტავას სახელი. ძალიან რთული იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. იმდენად საინტერესო იყო, რომ სიამაყის გრძნობაც კი მაქვს თუმეტეს, როცა ამ მწვერვალს ეწოდა ეროვნული გმირის სახელი. ვინდოდა რომ დოკუმენტური მასალა რო შენარჩუნებულიყო და დაგვეფიქსირებინა ის ასვლა და იმ სახელის მინიჭება, რასაც ჟიული შარტავას სახელი ჰქვია. მადლობა მინდა გადაუხადო საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებს. მადლობა მინდა მოვახსენო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, რომლის ხელშეწყობითაც მოხდა ჩემი ამ ჯგუფთან ერთად გამგზავრება. სხვადასხვა მიმართულება ჰქონდა მწვერვალს და ჩვენ ურთულესი გზა ავირჩიეთ. იმიტომ რომ სათანადოდ ვიყავით მომზადებული მაგისთვის და განვახორციელეთ მწვერვალის დაპყრობა. დიდ მადლობას ვუხდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომ მიგვიწვია და ყველა წარმომადგენელს და თავდაცვის სამინისტროს და იმ ზემდგომ მეთაურობას, ვინც საშუალება მომცა, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ღონისძიებაში.
ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიება ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო. ძალიან ემოციური დღეა ამ შენობაში შემოსვლა განსაკუთრებით მიჭირს სულ ყოფილვარ ორჯერ და ეს არის ჩემი მესამე შემოსვლა. ეს ძალიან დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ამ შენობაში გაატარა ჟიულიმ მისი ცხოვრების ნახევარზე მეტი. და მიხარია დღეს რომ ამ შენობაში იმყოფება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რადგანაც ჟიული მთელი ცხოვრება იყო ქართული სპორტის ქომაგი, მისი ჭირვარამის გამზიარებელი და თვითონაც აქტიურად მონაწილეობდა ერთ პერიოდში ჭიდაობდა კიდევაც და ტრამვის შემდეგ დაანება თავი. ჟიული ასეთი იყო. მისი მთელი ცხოვრება ეს იყო სამშობლოს სიყვარული, ის იყო ძალიან შეყვარებული თავის ქვეყანაზე. ჩვენ დიდი პატივით, მოგრძალებით, მოწიწებით მივიღეთ ეს ყველაფერი და ვეცდებით ვიყოთ ამის დამცველი და ყველაფერი გაგრძელდეს საქართველოში, ისე რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ვიცხოვროთ ერთიან მშვიდობიან საქართველოში.